გამარჯობა, მე ვიმყოფები წალკის კანიონზე, რომელიც თბილისიდან 90 წუთის სავალზეა. თამამად შეიძლება ვთქვათ აქაურობაზე, რომ საქართველოს ერთ-ერთი საოცრებაა. წალკის კანიონი ალგეთის ეროვნული პარკის ნაწილია. აქ ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ერთ ლოკაციაზე ნახავთ ულამაზეს ბუნებას და ასევე გამოსცდით ეკოტურისტულ ატრაქციებს. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ბუნების დაცვა და ტურიზმის განვითარება ერთდროულად. ჩემს უკან ხედავთ 240 მეტრიან შუშის ხიდს, რომელიც პირდაპირ კანიონს კვეთს. გამიჭირდება ამ ემოციების სიტყვებით გადმოცემა. ვდგავარ შუშის ხიდზე და ჩემს ქვემოთ უფსკრულია. 300 მეტრიანი უფსკრული. განსაკუთრებული შეგრძნება სიტყვებით მართლაც რთულია ამ ყველაფრის გადმოცემა. 240 მეტრიან ხიდს სანამ გადავივლით შუაში ბრილიანტის კაფეა პანორამული 360 გრადუსი ხედით. აი რა, ნახე ჩაიხედე რა ხდება. ხო არის ნამდვილი სიგიჟე და საოცრება. ძალიან საინტერესოა ჩემთვის, აი როგორ გაჩნდა ამ ყველაფრის იდეა წალკის კანიონზე, აი რანაირად მოხდა, რომ ესეთი ეკოტურისტული ხიდი, კაფე შექმნილიყო. 2014 წელს ზოგადად მსოფლიოში ეკოტურიზმი გახდა ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება. ჩვენ დავაკვირდით ამ ტენდენციებს და განსაკუთრებით იმ ფაქტს, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტი მოხიბლული იყო ქართული ბუნებით, ჩვენი შეუდარებელი ლანდშაფტით. ჩვენი გუნდი შეუერთდა ამ დიდ ინტერესს და სწორედ ეს ინტერესი გახდა წყარო ამ უნიკალური ტურისტული ადგილის შექმნის. როდესაც რაღაცაც სოციალურ მედიაში ნახულობ, ყოველთვის ადგილზე ნანახი განსხვავდება იმისგან, რასაც იქ ვუყურებ. საინტერესოა ის მომენტი, რომ პირველად ადამიანებს გონიოთ, რომ არც სიმაღლის შიში აქვთ, მერე რა და უცბად ეს ემოციებს რომ ვაკვირდებით ხოლმე, ეს რაღაცა შიშნარევი მზერა. უცბად გადადის როგორც მე, ხო? წამიერად გადადის ხოლმე აღტაცებაში და ეს აღტაცება ხდება დაუვიწყარი აღფრთოვანება და დაუვიწყარი ნამდვილად შიშნარევი აღტაცება ზუსტად სწორედ განმარტა სოფომ ჩემი მდგომარეობა ახლა. მე კიდევ ვიცი რომ აქ ვისაც ერთხელ მაინც უოცნებია ფრენაზე, ეს შესაძლებელია რომ აუხდეს ეს კონკრეტული ოცნება და მე ვიცი რომ აქ არის უზარმაზარი საქანელა. რაზეც ვფიქრობ რომ უნდა დავშე და თუ გამომყვები. სიამოვნებით გიმასპინძლებთ და გზადაგზა კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს მოგიყვებით. წავედით მომიყევი. ცოტა გავთამამდი ხო ხედავ აი? ხელი გაუშვი. თურმე ამ ხიდზე ხელის თხოვნის ცერემონიალები ტარდება ძალიან ხშირად, სტატისტიკურად. თან ძალიან სიმბოლურია ბრილიანტის კაფე და ბეჭედიც, როდესაც ნიშნავენ თავიანთ სიყვარულს. ყველაზე საინტერესო ამბავი გავიგე. კი მეშინია, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებ, იმიტომ რომ ფრენისას თურმე ამ ძალიან ძლიერი ემოციის დროს თუ მოახერხებ და ჩაიფიქრებ სურვილს, ყველაფერი აგიხდება. როგორი შეგრძნება, რომ აი ესე გამოკაჩავენ და გისვრიან ცაში პირდაპირ ძალიან ლამაზია და წამში ხარ ეს თეთრ გარემოცვაში, ანუ ძალიან საოცარი იყო. ფეხები ცოტა მიკანკალებს, მაგრამ არა უშავს. თუ გიყვარს პირველ რიგში სიმაღლე,
თავგადასავლები, ძლიერი ემოციები და რა თქმა უნდა ბუნება, წალკის კანიონი შენთვის არის. ეს არის ადგილი, რომელიც აუცილებლად ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადო და გამოსცადო ფრენის შეგრძნება, რაც მე ახლა გამოცადე და იყოს საოცარი. აქედან იწყება 2 კილომეტრიანი ბილიკი, რომელსაც ულამაზეს ჩანჩქერამდე ჩავყავართ. თუმცა ეხლა ამას ვერ მოვახერხებ უამინდობის გამო. გაზაფხულზე კიდევ დავბრუნდები. აქედან მოჩანს მთები, მდინარეები და კლდეები. ასევე ჩემს უკან მე-10 საუკუნეში აშენებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც არის სასწაულმოქმედი. აქ შეგიძლიათ ღამეც გაათენოთ მყუდრო ვილჰაუსებში. სულ 62 ვილჰაუსია, მაქსიმუმ 6 პერსონაზე გათვლილი. აქ ყველაფერია თქვენი კომფორტისთვის და დასვენებისთვის. აქ გატარებული დრო და მით უმეტეს თუ ღამითაც დარჩებით, მთელი ცხოვრება მეხსიერებაში სასიამოვნო მოგონებად დაგრჩებათ. ვილჰაუსების გარდა შეგიძლიათ განთავსეთ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში, სადაც 55 ოთახია და ყველა ოთახს ხედი აქვს ულამაზეს ტყესა და კანიონზე. დაგემშვიდობებით, მე ვარ ნათია ბაკურაძე და ეს იყო ჩემი მორიგი მოგზაურობა დაცულ ტერიტორიებზე.